მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმიდან 17 მოწმის, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება საქმიდან ამოიღო. ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. ასევე საიაში მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელი არათუ უკანონო პატიმრობაში რჩება, არამედ მას ჩამოართვეს თავისი დაცვის უფლება. მზია ამაღლობელის სასამართლოს ხდომა გუშინ გაიმართა, იგი პატიმრობაში დატოვეს. იურისტებმა ამას უწოდეს უპრეცედენტო შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ფაქტობრივად ყველა მტკიცებულება მზია ამაღლობელის საქმეში, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი და ეს იყო ათეულობით მოწმე და ათეულობით ვიდეო ფაილი საქმესთან დაკავშირებული, დაუშვებლად ცნო მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოში. გუშინ ადვოკატებმა განაცხადეს ძალიან სამართლიანად, რომ ფაქტობრივად სასამართლომ დაცვის უფლების გარეშე დატოვა მზია ამაღლობელი, იმიტომ რომ ახლანდელი მოცემულობით გამოდის, რომ საქმეში მთავარი მოწმეები არიან ძირითადად პოლიციელები. ახლა ახალციხე და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც უკვე 50 დღეა მოქალაქეები იკრიბებიან მზია ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 500 ლარიანი 3 და 260 ლარიანი 50 სავარძლის ყიდვას გეგმავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია საკონფერენციო დარბაზისთვის, რისთვისაც მუნიციპალურმა ორგანომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით მერია გორგოლაჭებიანი სავარძლისთვის 20,000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავდა. თუმცა ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შეპესე დენიზომ მერიას 53 სავარძლის შეძენისთვის 14,500 ლარი მოსთხოვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი. ამავე დოკუმენტის მიხედვით 50 სავარძლისთვის 13,000 ლარის, ხოლო დამატებით კიდევ 3 სავარძლისთვის 1,500 ლარის დახარჯვა იგეგმება. როგორც ცხოვრობენ ყურათუბანში სამგლეხიან სოფელში, რომელსაც სოფლის სტატუსი უკვე რამოდენიმე წელია არ აქვს. გთავაზობთ ვიდეოს. აქ ცხოვრობს 3 ოჯახი. აქედან მე და ჩემი მეუღლე ვარ და შვილი და რძალი. ამ პატარა სახლში ამ ზემოთ. აქეთ ლილი კაპანაძე ცხოვრობს ერთი, მარტო ხელა. ქვემოთ ციალა ნოზაძეა, ეგ არის სულ. თანდათან სოფელი დაცარიელ და აღარავის უნდა აქ ცხოვრება. გზა არ გვაქვს. ახლა გაზი კი შემოყავთ. დაიწყეს გაზიფიკაცია. ჩემი შვილიც არ ფიქრობს აქ დარჩენას, იმიტომ რომ ახალგაზრდობა აღარა. აი გაღმა სოფელია, შეგიძლია აჩვენოთ გაღმა. მან და ბევრი ცხოვრობდა, ახალგაზრდებით, მოხუცები ყველა გარდაიცვალა და ახალგაზრდობამ ყველა მკარები დაკეტა, წავიდა. ზოგი ახალციხეში ცხოვრობს, ზოგი თბილისში. მისი შვილები არ მოსულა, კორონა რო იყო, აი რა პერიოდში გეუბნებით, კორონა რო დაიწყო. ახალგაზრდობაც არ შემოbrunდა სოფელში და არადა იმედი მქონდა, რომ ვიღაცა მოbrunდებოდა და ოჯახს დაუბრუნდებოდა. სტიმული უნდა მიცე, რაღაცა უნდა აშენო სოფელში, რომ ახალგაზრდობა დაასაქმდეს. მაგალითად, მინი ფაბრიკები, მინი ქარხნები. რაღაცა ისეთი. რა ვიცი. ჩიპ. აჰა, ჩიპ. აქ მოვიდნენ. გამოდი, მოვლენ. ჩიპ.
ფუტკრების ყავს, როხები, ქათმები, ციცრები, თუ რამეა საერთოდ სოფელში. რა ვიცი, ასე ვწვალობთ, ვართ ასე. არც პატარა საკი აღარ მაქვს, მე შვილებს არ უნდა სოფელში გაჩერება. აი ესეთი კურდღლები. ვის დაიმალა. თუ არ მოუარე, არც არაფერი არ იქნება. კარტოფილი ჩვენთან არ იწყება, ურწყავმიწები, რასაც დათესავ არის სულ ნატურალური. თოხით უნდა გათოხნო, ერთხელ ჭირდება კარტოფილს, სიმიცაც, ლობიოსაც. ახლა თანდათანობით მე ჩემი უღლესაც უკვე აღარ შეგვიძლია ვაცოტაებთ ეს ყანა, ბაღი, ბოსტანი, სულ ყველაფერი ნამყენი, თუთა, კაკალი, არ ვიცი. რა ვითარება უკრაინის ქალაქ პავლოჰრადში, სადაც მოსახლეობა შიშობს, რომ რუსეთი მათ ქალაქს დაბომბავს. გთავაზობთ სტუდია ვაშინგტონს. ყოველ ორ კვირაში ერთხელ პენსიონერი მასწავლებელი ლუდმილა სლავინსკა კარტოფილის ღვეზელებს აცხობს. მისი მეგობარი მოხალისია, რომელსაც შემდეგ ღვეზელები დახმარების წინა ხაზზე მიაქვს. ლუდმილაც ხშირად მიდის მასთან ერთად. ჯარისკაცები, რა თქმა უნდა, მშიერი არ არიან, მაგრამ ეს არის საშუალება ვაჩვენოთ, რომ ვფიქრობთ მათზე. ისინი გვიცავენ, სხვა შემთხვევაში აქ ცხოვრებას ვერ შევძლებდით. სლავინსკა ამბობს, რომ სურს უფრო მეტი გააკეთოს. ცხობის გარდა იგი ყიდულობს მედიკამენტებს და პენსიიდან რეგულარულად რიცხავს მცირე თანხას ჯარის დასახმარებლად. ასევე ქსოვს სქელ ხალიჩებს ჯარისკაცებისთვის. სანგრები ცივია და ნესტიანი, ჯარისკაცებს შეუძლიათ ხალიჩაზე დასხდნენ, ამ ფეხებთან დაიფინონ. სლავინსკას სამი ყოფილი მოსწავლე ომში დაიღუპა. იგი ამბობს, რომ ამასთან შეგუება რთულია. ფრონტის ხაზზე ცხოვრებას შეჩვეულია, თუმცა მაინც უჭირს. ბომბების გამო იშვიათად გვძინავს კარგად მთელი ღამე. ეს ძალიან დამღლელია, მაგრამ თუ ქალაქში დღის განმავლობაში გაისეირნებ და სირენის ხმა გაისმება, ამას უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას. ქალაქის უძველესი საბავშვო ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელისთვის ვალერია ილიუშენკოსთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის პირველი თვეები ყველაზე რთული იყო. ფართომასშტაბიან შეჭრამდე სტუდიაში 100-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა დაახლოებით 60 დარჩა. მშობლებს ბავშვები ქალაქიდან გაჰყავთ. კონცერტები არ ტარდება, დიდ შეკრებებს ქალაქში არ აწყობენ, მაგრამ ცეკვის გაკვეთილები მაინც რეგულარულად იმართება. ცეკვა ბავშვებისთვის ერთგვარი ფსიქოთერაპია. ისინი ვიწყებენ აფეთქებებსა და სირენებს და ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ. ეს მართლაც ეხმარება მათ ამ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში. ილიუშენკო ამბობს, რომ ბავშვებისთვის სხვა სასწავლო წრეებიც აგრძელებს მუშაობას, თეატრის, მუსიკის და უცხო ენების. ჩვენ თვითონაც ზოგჯერ შოკში ვართ, თუ რამდენად ბევრი რამ მუშაობს ქალაქში, მეტიც ახლა ბიზნესებიც კი იხსნება. ვიტა ივანოვამ გარისკა და ომის დროს 2023 წლის ზაფხულში ყავის სახლი გახსნა. ვიფიქრე, რატომ მეშინია, თუ დიდი სურვილი გაქვს უნდა გააკეთო, იმ დროს ფრონტი ჯერ კიდევ ასე ახლოს არ იყო. იგი ამბობს, რომ მუშაობა მარტივი არ არის, განსაკუთრებით როცა ელექტროენერგია ითიშება, მაგრამ მომხმარებლების ნაკლებობას არ განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა რომ ხალხი ფულის დაზოგვას ცდილობს, ყავას უფრო ხშირად ყიდულობენ, მაგრამ უფრო ძვირადღირებულ დესერტებზე მოთხოვნა შემცირდა. ივანოვა 2022 წელს ქალაქიდან წავიდა, მაგრამ შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა რუსეთი დონბასში შეტევას აგრძელებს, შიშობს, მაგრამ ასევე ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ამერიკის ხმასთან საუბარში არცეთ რესპონდენტს არ უთქვამს, რომ ქალაქიდან წასვლა სურს. ივანოვა მეორე ყავის სახლის გახსნაზეც კი ოცნებობს. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-g და Facebook გვერდს TokTV. მადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.
mallarının istehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Inventin yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərin heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.